პარლამენტს დღეს ენერგეტიკის მინისტრი ეწვევა კახიკალაძე საპარლამენტო უმცირესობის ხდომის ფორმატში ოპოზიციონერთა კითხვებს უპასუხებს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ენერგოუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები აქვთ. მათ აინტერესებთ თუ როგორი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირების პროცესი და რატომ ედო გრიფით საიდუმლო ტარიფების შემცირების საკითხს. ენერგეტიკის მინისტრისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 14 საათზეა ჩანიშნული. აინტერესებს ექნება თუ არა დენი, რა ტარიფი ექნება ამ დენს, იქნება თუ არა გაზი და ყველა სოფელში და ყველა ოჯახს ექნება თუ არა ხელმისაწვდომობა ამ გაზზე, რა ტარიფი იქნება, ხო არ შეეწირება პოლიტიკოსების თავრობის თუ რაღაცა ასე ვთქვათ ხელოვნურად დაპირებების შესრულებას საქართველოს ენერგეტიკის მომავალი, აი ეს საკითხები აწუხებს ჩვენ ხალხს და შესაბამისად ჩვენც აი ამ საკითხებზე ვიქნებით ორიენტირებული ენერგეტიკის მინისტრთან საუბრის დროს. ჩვენ გვაინტერესებს როგორ გაგრძელდება დარჩენილი გამრიცხველიანება და ის ავარიული ბოძების გამოცვლა, რომელიც ძალიან აწუხებს მაჟორიტარ დეპუტატები ამ საკითხებს დააყენებენ. ჩვენ გვაინტერესებს რომ რატო ედო გრიფის საიდუმლო ტარიფების შემცირების საკითხს და ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ენერგოუსაფრთხოებას, უკავშირდება იმას, რომ საქართველოში არასოდეს არ დაბრუნდეს პერიოდი, როდესაც არ იყო შუქი და არ იყო გაზი.